მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დიდი ხანია მინდა გითხრათ საინფორმაციო ვიდეო არ ჩამიწერია ახალი წლების შემდეგ. მაგრამ ხო, დაგიბრუნდით ახალი ამბებით, სერიალების შესახებ ვიცი უკვე რამდენჯერმე მაქვს შეცვლილი ეს სერიალების არჩევის პრინციპი და არ მგონია რომ კიდევ ერთხელ გინდოდეთ ამის მოსმენა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვიტყვი. რომ აწი ან განა იმას ვიზახი რომ იმ პრინციპით აღარ ავირჩევთ რაც ბოლოსში ეგრე შორტი ჩავიწერე და ვილაპარაკე რომ როცა ერთ სერიალის ერთ სეზონს დავამთავრებთ მე სანამ მეორეს დავიწყებთ გამოგითხვა მექნება თუ გინდათ თუ არა რომ გავაგრძელოთ ეს სერიალი შემდეგი სეზონი დავიწყოთ თუ არა თუ გავჩერდეთ და სხვა სერიალით ჩავანაცვლოთ და ასე იმას ვქენი, გავაკეთე აწი ასე ვიზავ ხოლმე, მაგრამ რაღაცას შევცვლი რა, მე ვიტყვი რას. ყოველ შემთხვევაში რაც ეგ ვიდეო ჩავწერე, იმის მერე სულ ეგრე ვაკეთებ და მე კიდე ერთი კვირის შემდეგ თუ გადაწყდა რომ უნდა გავჩერდეთ, ახალი გამოკითხვა მაქვს თუ რომელი სერიალით ჩავანაცვლოთ, ან ჩემით ვირჩევ, აი მაგალითად ბუსახს მალე დავამთავრებ და ჩემით ავირჩევ არჩეული მაქვს უკვე დავიტყვი ბოლო სერიაში რომელი სერიალით ჩავანაცვლებთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავუკვირდი უბრალოდ ახლა მაგ პრინციპს და არ ამგონია ყველა სერიალზე გამოვიდეს პროსტა ზოგ სერიალს მაგალითად აგერ იგივე ბუსახს რომ დაუბრუნდეთ დაუშვათ ავირჩიეთ მეორე სეზონი. ხო? გაგრძელება ავირჩიეთ რომელიმე სერიალის შემდეგ. ახლა მესამე სეზონში არის სულ 3 სერია და მაგის გამო მიტოვება მე მგონი არ ღირს. ზოგადად სერიალები რომლებშიც ცოტა სეზონი, უბრალოდ ცოტა სერია ერთ სეზონში. მაინც მინდა რომ გამოვარჩიო სხვებისგან, იმიტომ რომ აი მაგალითად სკუბიდუს უყურებ, ახლა უყურება მაგას არ ქვია, წელიწადში ერთხელ თუ ნახავ სერიალს, მაგრამ ერთხელ დავარეაქტებ სრულად, ახლა არსად არ წავა. ყოველ შემთხვევაში სკუბიდუს ვუყურებ რა. პირველ სეზონს მაგალითად ჯერ და გამაქვს ბონუს სერიალებში. ბონუს სერიალები ახლა ისე არ აირჩევა როგორც ჩვეულებრივი მიმდინარე სერიალები და დიდად რო გითხრათ რომ რამით გამოირჩეოდეს არა, მაგრამ ხო პროსტე გასართობად ვიღებ რა. და რავი, ასეთ სერიალებს თავისუფლად შეიძლება მე მგონი რომ ბონუს სერიალები ჩემით ავირჩიოთ, თუმცა კომენტარებში თუ გექნებათ სურვილი რომ რამე კონკრეტული სერიალი დავარეაქტო, კონკრეტული მინის სერიალი, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ აგერ უსაშველოებიც მაგალითად ბონუს სერიალში გადის, თუმცა მიუხედავად იმისა რომ რეგულარულად ვუშვებ, თუმცა ხო ეს ბოლო 2 სერია არ დამირეაქტებია ჯერ, არ მიყურებია, მაგრამ ხო რაც იქნება, ასე თუ ისე, უსაშველოებზე გამოკითხვა არ მომეწყვია. ამიტომ თავისუფლად შემიძლია რა რომ რაღაც დამატებითი სერიალები ჩემითაც ავირჩიო. და ისეთი სერიალები, რომლებსაც ცოტა სერია აქვს სეზონში, მაგალითად თავისუფლად შემიძლია Better Call Saul-ის მეორე და მესამე სეზონები ერთად დავარეაქტო. Invincible-ის 8 სერია ძალიან ბევრი არ არის, კი ქრონომეტრაჟია დიდი, მაგრამ ზოგადად 8 სერია მაინც 8 სერიაა და რავი Invincible-ზე მაგალითად შემიძლია გამოკითხვა საერთოდ არ მოვაწყო. თუ ნახავ რომ ეს იქნება, რა ქვია, კარგი რაოდენობით ნახვებს შეაგროვებს და მოგეწონებათ თქვენ. აგერ მაგალითად სოპრანოს კლანი არჩეულებრივად აგროვებს ნახვებს და თან ეს ეგრეთ წოდებული special სერიალი არის ჩემს აქცეს 300 გამომწერზე მიუხედავად იმისა რომ 300 გამომწერი უკვე აღარ მყავს 298-მდე ჩამოვედი, რაც სამწუხაროა, მოვითხოვ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ სავარაუდოდ 1000-მდე ასე იქნება, რომ ყოველ 100 გამომწერზე რაღაც special სერიალებს, ახლა ისე დიდს არა როგორც სოპრანოები, მაგრამ რამე ისეთ სერიალს ავირჩევთ რა, მინი სერიალებს თუნდაც ბონუსად. ასე რომ ხო, რომ იცოდეთ ეგ ერთი რო სოპრანოზე არ ვაპირებ მაგის გაკეთებას, მაგრამ პროსტა მინდა რომ თან ასეთი შერეული სტილი რა არჩევების, პროსტა ხანდახან ძალიან
ცუდად ვთავდება ეს არჩევები. აი მაგალითად თავიდან ვთქვით, რომ ხომ მიეცით დოროროს, საკმაოდ ბევრი ხმა ქონათ ამ სერიალს და თითქმის არ აგროვებდა საბოლოოდ ნახვებს, როდესაც ავატარს და Gravity Falls მიმდინარე სერიალებს ჰქონდათ საკმაოდ კარგი რაოდენობის ნახვები და აქაც ახლა ბუსსახს ნახვები თითქმის არ აქვს. კიდევ ვიტყვი ვაფშე არ აქვს მომენტებში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დოროროც და ბუსსახლიც ძალიან მომწონდა მე და მომწონს კიდეც ბუსსახლი ჯერ არ გამიმთავრებია. ასე რომ ხო მე მგონი ასე აჯობებს, აი მაგალითად ახლა რომ დაუშვათ თუ არსებობს ისეთი სერიალი, რომელიც უბრალოდ უფრო გინდათ ჩემს სახზე ვიდრე დაუშვათ Invincible და უმარცხებელი, მე მექნება გამოკითხვა და თქვენ მისცემთ ხმას Invincible-ის გაჩერებას და სხვა სერიალით ჩანაცვლებას, როდესაც სხვა სერიალი შეიძლება იმ შემდეგ სიაში ვაფშე არ იყოს. ანუ მე გქონდა წინასე იმაში სიებში სხვა სერიალები, რომლებიც თქვენ დიდი ალბათობით დაგაინტერესებთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყოველთვის ერთსა და იმავე სერიალებს ვერ ჩავთავ გამოკითხვაში. მაგალითად, რიკი და მორტი წინაზე იყო, ახლა არ მახსოვს იყო თუ არა, მაგრამ მგონი არ ყოფილა. თუ არა იყო. ყოველ შემთხვევაში არის იქნება ასეთი სერიალები რა, მაგალითად დარჩენილი მაქვს 12 სერიალი წინა გამოკითხვიდან და რა უნდა ვქნა ახლა Better Call Saul-ს ერთი კვირა რო გავა გამოკითხვიდან, რა უნდა ვქნა იმ 12-დან რომელი 4 ავირჩიო, თქვენ ხო არ იცით? იგივე არის ნებისმიერ სერიალზეც რა, Invincible-ზეც, ბუსსახლზეც, ბუსსახლს ჩემით ვირჩევ მაგალითად. ბუსსახლის შემდეგ რაც იქნება იმას ჩემით ვირჩევ. და გაიგებთ მალე. ყოველ შემთხვევაში ხო რა, ასეთი ამბებია. რა ვიცი. რამე პრეტენზია თუ გექნებათ ამასთან დაკავშირებით, მაგებინეთ კომენტარებში და მეტი აქტიურობა გამოიჩინეთ, იმიტომ რომ რაც მეტი გამომწერი, რაც მეტი ლაიქი, მით უკეთესი ჩემთვისაც, ჩემი არხისთვისაც და თქვენთვისაც, რათა ის სერიალები ნახოთ, როგორც იქნა, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, რომელიც თქვენ მოგწონთ და რომელიც ჯერ არ არის ჩემს არხზე. იმიტომ რომ ბევრი კარგი სერიალი არ მაქვს ჯერ აღებული, როგორც მითხრეს და ხო. ეს იყო რა, უბრალოდ მინი ვიდეო ჩავიწერე, რომ ეს ამბები მეთქვა. ყოველ შემთხვევაში იმედია გაითვალისწინებთ ამას, იმედია მოგეწონათ ეს აზრი, რა ვიცი, კი მაქვს საჭირო ზოგიერთებს არ მოგეწონებათ, მაგრამ რავი. უკეთესი იქნება ნამდვილად, იმიტომ რომ მე ძალიან აირდება ყველაფერი. ახლა კიდე გამშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დადოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ, მადლობა ყველას. გამშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.